Placemakers-ის ფინანსური დირექტორი და პარტნიორი ზურა ფიჩხაი ამბობს, რომ ლისის ტბაზე მიმდინარე პროექტის საინვესტიციო ღირებულება, რომელიც ახალი პრესტიჟული უბნის მოწყობას ითვალისწინებს, 50 მილიონი დოლარია. მან პროექტის შესახებ ბიზნესის კვირეულის ეთერში ისაუბრა. ქართულ ბაზარზე ახალი დეველოპერული კომპანია Placemakers-ი პირველ პროექტს ლისის ტბაზე ახორციელებს. The Lake ახალი უბანია, რომელიც კერძო სახლებსა და The Lake House-ის კონცეფციას გაერთიანებს. შენობის, რომელიც როგორც პროექტისთვის, ასევე მთლიანად ქალაქისთვის მიზიდულობის ახალი ცენტრი უნდა გახდეს. ზურა ფიჩხაიას თქმით, The Lake-ის უბანში მიწის ნაკვეთების წინასწარი გაყიდვები უკვე დაიწყო. რაც შეეხება ვადებს, პროექტის ინფრასტრუქტურული მშენებლობის პირველი ფაზა 2026 წელს დასრულდება. საბოლოო სამუშაოები კი 2028-2029 წლებში. კომპანიის პარტნიორი და ფინანსური დირექტორი განმარტავს, რომ Placemakers-ის მთავარი მოტივაცია დედაქალაქის ცენტრთან ძალიან ახლოს განსხვავებული ცხოვრების სტილის შექმნაა. კრაფტ-ვუდის მწარმოებელმა კომპანიამ BioBrewery მწარმოება გაათმაგა. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი მარუაშვილმა BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა, კომპანიამ ჩინეთიდან ახალი საწარმოო დანადგარები შეისყიდა, რის შესაძენადაც $75,000 ინვესტიცია განხორციელდა. რაც შეეხება მოთხოვნას, კომპანიას წლიურად 10%-მდე გაყიდვების ზრდა უფიქსირდება. რაზედაც მარუაშვილი ამბობს, რომ ასეთი მცირე ზრდა საწარმოს გადაიარაღების პროცესში დაპაუზებული წარმოების ბრალი იყო. ამ პერიოდში კომპანია სრულად მარაგებს ყიდდა. პიკურ პერიოდში ივნისსა და ივლისში ფაქტობრივად არ გვიმუშავია, რამაც აღნიშნული შედეგი დადო. თქვა მან, BioBrewery მწარმოებაში ახალი პროდუქტის ხაზით დაამატა. სარაჯიშვილის კასრში დაძველებული ლუდი, რომელიც მარუაშვილის თქმით უკვე სრულად გაიყიდა. საქართველოს მიმდინარე წლის 10 თვეში $15,100,000 ღირებულების 2175 ტონა ყვავილი შეიძინა. შედარებისთვის წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდში ქვეყანას $9,000,000 1571 ტონა ყვავილი ჰქონდა იმპორტირებული. მონაცემები აჩვენებს, რომ 2025 წელს 10 თვეში ყვავილების იმპორტი 66,8% არის გაზრდილი. რაც შეეხება ექსპორტს, მაჩვენებლები წინა წელთან შედარებით მცირე ზრდას აჩვენებს. საქართველოს 10 თვეში $48,000 ღირებულების 32 ტონა ყვავილი ექსპორტზე გაიტანა. მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტი $95,000 და 20 ტონას შეადგენდა. მონაცემებით ვიგებთ, რომ ქვეყანას ამ პროდუქტის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 37,1%-ით შეუმცირდა. საქართველოს ყვავილები მხოლოდ 3 ბაზარზე გაყიდა. ლიდერი უკრაინაა. ამ ქვეყანაზე ექსპორტირებული იყო $44,000 30 ტონა ყვავილი. მეორე ადგილზე კი აზერბაიჯანია, სადაც 50 კილოგრამი ყვავილის გატანით ქვეყანამ $3,000 შემოსავალი მიიღო. მესამე ადგილს სომხეთი იკავებს $2,000 და შესაბამისად 1 ტონა პროდუქტით. ნატურალური ჩირისა და ტრადიციული ჩურჩხელის წარმოებელი კომპანია ჩირჩხელა საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოებას აქტიურად ცდილობს. ამის შესახებ BMG-სთან კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ირმა კვაჭანტირაძემ ისაუბრა. როგორც ის ამბობს, კომპანიას მცირე ექსპორტი უკვე განხორციელებული აქვს ჩეხეთსა და საბერძნეთში. ბოლო პერიოდში კი საუბარი იყო ისრაელში გასვლაზე, სადაც ქართული ნუგბარის დიდი მოცულობით გატანა განიხილებოდა. თუმცა კვაჭანტირაძის განცხადებით, მას შემდეგ რაც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა, ისრაელმა კომპანიასთან კომუნიკაცია შეწყვიტა. მისივე თქმით, კომპანიის სტრატეგია სხვა ქართულ მწარმოებლებთან კონსოლიდაციასაც, რადგან დიდი მასშტაბის შეკვეთების შემთხვევაში ერთ კომპანიას ყველა მოთხოვნის შესრულება შესაძლოა გაუჭირდეს. ირმა კვაჭანტირაძე BMG-სთან იმასაც აღნიშნავს, რომ ჩირჩხელა პირველად წარდგება ნიუ-იორკის მასშტაბურ საერთაშორისო კვების გამოფენაზე The International Restaurant Food Service Show of New York, რომელიც 8-დან 10 მარტის ჩათვლით გაიმართება. მისი თქმით, გამოფენის ორგანიზატორებმა თავად იპოვეს კომპანია და ქართული ჩურჩხელა კულტურულ მემკვიდრეობად აღიარებული პროდუქტის სტატუსით დაინტერესდნენ. ის დასცენს, რომ უკვე ჩანიშნულია ნიუ-იორკში რამდენიმე B2B და პანელური შეხვედრა, სადაც დაგეგმილია დეგუსტაციები და პროდუქტის პრეზენტაციები.